თამარის დასახლებაში ბიზნეს ცენტრის მშენებლობის პროცესი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერეს. 4 სართულიან კომპლექსში რკინიგზისა და ავტოსადგურების მომსახურების ცენტრები, 500 ადგილიანი ავტოპარკინგი და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები განთავსდება. ავტოსადგურისათვის კომპლექსში გათვალისწინებულია 15 საოფისე ფართი სატრანსპორტო სამგზავრო კომპანიებისათვის. ბიზნეს ცენტრში სამომავლოდ 200 ადამიანის დასაქმება იგეგმება. მშენებელი კომპანია შპს ჯორჯიაინი კომპლექსის ასაშენებლად 8 მილიონ ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსთვის არის განსაზღვრული. შეგახსენებთ, ობიექტის მშენებლობა ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში დაიწყო, თუმცა პროცესი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. წლის ბოლომდე დასრულდება აღნიშნული პროექტი, ფიქრობ ზაფხულისთვის ნაწილი გაიხსნება და ბაქანი რკინიგზის სადგური იფუნქციონირებს. ფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ბათუმისთვის, როგორც ტურისტული ქალაქისთვის, იმიტომ რომ რკინიგზის საკითხი ყოველთვის ტკბილეული იყო ბათუმისთვის და სტუმრებისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის. ჩვენ წელს შეგვეძლება ძალიან კომფორტულად და კარგად მომსახუროთ ჩამობძანებულ სტუმრებს. გავეცანით რა შეიძლება განთავსდეს აქა და როგორი პროექტი შეიძლება განხორციელდეს. ამ ეტაპზე ვთვლით, რომ აღნიშნული მშენებლობა ქალაქს მოუხდება. კიდევ ერთხელ ჩემსაც მოგახსენებთ, პროექტი თვითონ არქიტექტურულად შეთანხმებულია. ამიტომ ნახოთ, ახლა ძირითადი შეკითხვები გქონდა ჩვენ დეტალებთან დაკავშირებით, პროექტთან დაკავშირებით, როგორ განხორციელდება, თქვათ, გადასასვლელების გაკეთება, ანუ გავიარეთ ის დეტალები, რათა შემდგომში ვთქვათ, რაღაც ხარვეზი არ განხორციელდეს. აღნიშნული ობიექტის ინვესტიციები შეადგენს 8 მილიონ დოლარს ამ ეტაპზე. სამუშაოები დაიწყო შარშან ნოემბერში. მოსაცდელი დარბაზის ამუშავებას ვარაუდობთ სეზონის დაწყებისთანავე. პარალელურად ზედა სართულების მოპირკეთება გაგრძელდება, ზემოთ მოიწყობა კომერციული დარბაზები, რომელიც ასევე უზრუნველყოფს მგზავრების უკეთ მომსახურებას.